წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა დავით ჯიქიამ ერთ-ერთი შეხვედრა მეგობრობის მეორე გასასვლელში გამართა. საკუთარ ამომრჩეველს მერობის კანდიდატი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად შეხვდა. აღნიშნული უბნის მაცხოვრებლებმა მერობის კანდიდატს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას თხოვეს. ყოველდღიურ რეჟიმში დღეში 2-ჯერ, 3-ჯერ ხვდები მოსახლეობას, კორპუსს დავდივართ და ვეცნობით მათ საკითხებს. ძირითადად გამოჩნდა, რომ მათი პრობლემებია უმუშევრობა და მათგან გამოწვეული სოციალური თუ ყოფითი საკითხები. მე თვითონ ხალხს ვსწრები, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მათთან ვიქნები შეხებაში, გავესწრები მათ პრობლემებს და აი ამ საკითხებს გადავცემ საკრებულოს და განვიხილავთ, რომ გადაიჭრას ეს პრობლემები. იყო მოსული მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, დაგვიყვნენ, რომ დაგვიგებენ გზას, გამოგიცვლიან წყალკანალს და გადაგვიკეთებენ ბავშვებისათვის ატრაქციონებს.